მოცემული ცხრილი დააღწერილია თუ როგორ იცვლება საყინულეში მოთავსების შემდეგ ჭიქის ტემპერატურა, რომელშიც თბილი წყალი ასხია. მოცემული გვაქვს დრო წუთებში, თავიდან დრო არაა გასული და 80 გრადუსია, შემდეგ 2 წუთი გავიდა 4, 6, 8 და რაღაცნაირად იცვლება ტემპერატურა. კი ბატონო. საყინულეში მოთავსებიდან T დროის შემდეგ წყლიანი ჭიქის ტემპერატურის CT-ს, რომელი მოდელი შეესაბამება მოცემულ ცხრილს. CT უბრალოდ ნიშნავს, რომ, ანუ ეს T ფრჩხილებში ნიშნავს, რომ ეს C არის T-ს ფუნქცია, ანუ დროის მიხედვით იცვლება. და ქვემოთ გვაქვს რამდენიმენაირი მოდელი. ახლა თუ დაუკვირდებით, აი სუფთა მათემატიკურად რომ შევხედოთ, აი ეს ორი მოდელი არის მაჩვენებლიანი, ექსპონენციალური. და ეს ორი მოდელი არის წრფივი. ფუნდამენტურად განსხვავდება წრფივი და მაჩვენებლიანი ერთმანეთისგან. ამიტომ შეგვიძლია ჯერ როგორც მინიმუმ ერთი წყვილი მაინც მარტივად გავცხრილოთ. კერძოდ როგორ? თუ წრფივად იცვლება ტემპერატურა, მაშინ ყოველი, აი აქ რაც მონაცემი მაქვს, ხო, ყოველი მონაცემიდან შემდეგზე თანაბარი ცვლილება უნდა იყოს დაახლოებით. ანუ 80-დან აი მომდევნო ტემპერატურამდე რაღაც სიდიდით ხომ შეიცვალა, შემდეგ აი მეორედან მესამემდეც იმავე სიდიდით უნდა შეიცვალოს დაახლოებით და ასე შემდეგ. თუ წრფივი მოდელი სწორია. ხო, მოდი შევამოწმოთ. ესე იგი, როცა დელტა T არის 2 სტოლი, როცა ესე გავიდა დრო, ამ დროს 80 უნდა რამდენი გამოვაკლო, რომ მივიღო 64.3 მინუს 15.7. აი ამდენი გრადუსით შეიცვალა ტემპერატურა. შემდეგ ისევ როცა გავიდა 2 წუთი, ისევ რომ გავიდა 2 წუთი, ტემპერატურა შეიცვალა რამდენით? 64.3-ს რა უნდა გამოვაკლო, რომ მივიღო 52.7. 11.6. ესე იგი 11.6. აშკარად 15.7 და 11.6 ერთი და იგივე არ არის. და თუ კიდევ დაუკვირდებით, შემდეგ დაახლოებით 10-ით განსხვავდება ტემპერატურები, შემდეგ 8-ით დაახლოებით, მერე 7-ით, ანუ იკლებს ეს განსხვავება, არ არის მუდმივი. ამიტომ პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ნამდვილად აი ეს ორი მოდელი გამოირიცხა. იმიტომ რომ ორივე წრფივი მოდელია და წრფივი არ იმუშავებს. მაშინ მოდი არაწრფივი, ანუ ექსპონენციალური ვნახოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ რაღაცით კი არ იცვლება ყოველ ჯერზე, რაღაცა ჯერ იცვლება ყოველ ჯერზე. ამიტომ მოდი ავდგეთ და ვნახოთ რამდენჯერ შეიცვალა საწყისი ტემპერატურა 2 წუთის შემდეგ. რაზე უნდა გავამრავლო ახლა მე 80, რომ მივიღო 64.3. პირიქით დავსვამ კითხვას, 64.3 იყოს ჭანდავს, გაყოფილი 80-ზე, რისი ტოლია? ნუ, ეს 64.3, რადგან მოდელს ვაკეთებ, ძალიან ზუსტი თუ არ იქნება, არ აუშავს. ამიტომ პირდაპირ ვიმსჯელებ იმაზე 64/80 რა არის. 64/80 იგივე არის რაც, აი ორივე რომ გავყო თქვათ, რაზე 8-ზე რომ გავყო ორივე, იქნება 8/10. ანუ იგივე 0.8. ესე იგი, მე რომ 80 გავამრავლო 0.8-ზე, გამრავლებული 0.8-ზე დაახლოებით, უნდა მომცე 64.3. ნუ, მაგას უდრის პირდაპირ. კი ბატონო, მაგრამ ახლა უფრო საინტერესო არის მომდევნო გადასვლა რა იქნება. ანუ 64.3 მაქვს და რაზე გავამრავლო, რომ მივიღო 52.7. ამისთვის უნდა ვიპოვო 52.7 გაყოფილი 64.3-ზე რას უდრის? მოდი მაგისთვის კალკულატორის გამოვიყენებ. ესე იგი, რა გვაქვს 52.7 გაყოფილი 64.3-ზე. ტოლი არის 0.81 რაღაცა. ანუ მიახლოებით ეს ტოლი არის 0.8. ნუ, ოდნავ განსხვავდება. არის 0.8, სტოპ რომ უქიავოთ. ეს არის 0.82, ჰა. 0.82. მაინც 0.8-თან საკმაოდ ახლო არის. ესე იგი, საკმაოდ კარგი იქნება ის მოდელი, რომელიც ამბობს, რომ რაღაცა რიცხვჯერ იცვლება ყოველთვის ტემპერატურა და არა რაღაცა რიცხვით. მაშინ ახლა მოდი ესეთ რამეს დავწერ. CT იქნება 80 გამრავლებული, ანუ საწყის ტემპერატურა გამრავლებული 0.8-ზე, ხარისხად რა? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხარისხად T უნდა იყოს. მაგრამ სინამდვილეში ყოველ 2 წუთში ხდება ეს და არა 1 წუთში. ამიტომ უნდა იყოს ხარისხად T ნახევარი. იმიტომ რომ T როცა 2 იქნება, მაშინ გამრავლდება 0.8-ზე. შემდეგ T როცა 4 იქნება, ანუ აი ნახეთ, აი აქ 4 არის გასული. კიდევ გამრავლდება 0.8-ზე და ასე შემდეგ. ეგ არ უნდა შეგვეშალოს. აქ რომ დაგვეწერა მხოლოდ T, მაშინ ისე გამოვიდა და თითქოს ყოველ წუთში იცვლება ასე, არა და აშკარად ყოველ 2 წუთში იცვლება. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. აი პატარა ცხრილი რომ ავაგო, მანდაც ძალიან კარგად გამოჩნდება ესე. ვცებ რომ გავაკეთო, აქეთ იყოს T და აქეთ იყოს CT. ესე იგი, დრო იყოს 0, შემდეგ 2 და 4, ანუ დრო არ არის გასული, 2 წუთია გასული და 4 წუთია გასული. როცა დრო არ არის გასული 80 გრადუსია ტემპერატურა, 2 წუთის შემდეგ არის 80 ჯერ 0.8 და 4 წუთის შემდეგ არის 80 ჯერ 0.8 კვადრატში. ანუ 0.8-ზე ორჯერ გავამრავლეთ უკვე ეს. ანუ აშკარად ჩანს, რომ ყოველ 2 წუთში უნდა ვამრავლო 0.8-ზე და ამიტომ T ნახევარია სწორი.
და თუ ტ9 არის სწორი, ამ დროს მე აქ ორივეგან ტ ხარისხი მაქვს. მოდი ავდგები და ცოტა манипуляციას გავუკეთებ ამას, ანუ გავიხსენებ თვისებებს ხარისხების და ვიტყვი რომ ეს არის იგივე რაც 80 გამრავლებული 0.8 ხარისხად 1/2 ხარისხად ტ. იმიტომ რომ ესენი რომ მე ახლა ანუ ეს რომ გავხსნა ასე ვთქვათ ფრჩხილები, ხარისხები უბრალოდ გამრავლდება ერთმანეთზე, ხო? და მექნება ტ9. ანუ უფლება მაქვს რომ ასე დავწერო. მაშინ მოდი ახლა 0.8 ხარისხად 1/2 რა არის, ეგ ვნახოთ. ამისთვის ისევ გამოვიყენებ კალკულატორს, ესე იგი გვაქვს 0.8 და აქედან ფესვი. 0.89. კი ბატონო. ესე იგი ეს მიახლოებით ტოლია 80 ჯერ 0.89 ხარისხად ტ-ი. ეხლა მოდი შევხედოთ. ორი ვარიანტი გქონდა. ერთი იყო 0.9 ხარისხად და მეორე 0.91 ხარისხად. აშკარად 0.89 ამასთან უფრო ახლოს არის 0.89. ამიტომ ეს იქნება სწორი პასუხი. აი ეს იქნება სწორი პასუხი. 0.91 მაშინ იქნებოდა კარგი პასუხი. ეს რომ ყოველ 1 წუთში იცვლებოდეს და არა 2 წუთში. რადგან 2 წუთში იცვლება, დაგვჭირდა რომ ტ9 დაგვეწერა და შემდეგ გამოგვეყენებინა ეს ხრიკი, ანუ გაგვეყო ეს ხარისხები, ასე ვთქვათ, და 0.8 ხარისხად 1/2 აღმოჩნდა 0.9-თან უფრო ახლოს. ამიტომ სწორი მოდელი არის 80 ჯერ 0.9 ხარისხად ტ.